როდესაც დადგა ჩემი პირველი ორსულობა, რაღაც პრობლემებს მოიცავდა, რომელიც სხვადასხვა კლინიკებში გადავამოწმეთ. შანსი იმისა, რომ არ შეიძლება დამდგარიყოს ორსულობა დიდი იყო, მაგრამ ჩემი ძალის ხმევით დიდი რეკომენდაცია გაუწია კლინიკა რეპროარტს და ქრისტინე სოფრომაძეს უშუალოდ. იმედი თითქმის არ მქონდა, მაგრამ ცადეთ და გამოვიდა. 8 კვირიდან უკვე დავტექით აღრიცხვაზე, ჩავატარეთ კვლევები. ხელს გვიწყობდა ის უფასო პროცედურები, რასაც მოიცავდა უშუალოდ კლინიკა, ეს იყო ეხოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები და სხვადასხვა პროცედურები, რომლებიც ეტაპობრივად ტარდებოდა. ორსულთა მეთვალყურეობის შიდა პროგრამის ჩართვის შემდეგ ქრისტინე სოფრომაძე, ჩემი ექიმი, გახდა უშუალოდ ჩემი მეგობარი და ეს არის ის მომენტი, როდესაც პროფესიონალისთან ერთად ჩართული არის ადამიანში მთელი გული. არა მარტო ქრისტინე ექიმი, არამედ მთელი გუნდი იყო ძალიან კომფორტული ჩემთვის, ასევე იყო კომფორტული გარემო. ყველა ეს ადამიანი თავისი გულის ხმიერებით, კეთილგანწყობით, დიდი პროფესიონალიზმით ქმნის ერთ დიდ სასწაულ გუნდს, რომელსაც ვურჩებდი აბსოლუტურად ყველა ადამიანს. თუ უნდა გახდე დედა, აუცილებლად სწორად უნდა შეარჩიო, სად მოხდება მთელი ეს მონიტორინგი. მთელი 9 თვე გავატარე ამ კლინიკაში. ზოგჯერ გეგმიურს გადავუხვევდი ხოლმე და ისეთ მივდიოდი, რომ გამეგო როგორ იყო ჩემი პატარა. ჩვენი შეხვედრა 9 თვის მერე იყო გასაოცარი, როცა გავხდი დედა. ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა. ყველა იმ ადამიანს ვუხდი მადლობას, რომელმაც თუნდაც კეთილი ღიმილით და სალამით ის დღე გამილამაზა. მთელი 9 თვის განმავლობაში თვალყური მადევნა. ყველა მომავალ დედას ვუსურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, უპირველეს ყოვლისა და თავის პაწაწინას გულში მალე ჩაკვრას.